გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ზურათორიასთან ერთად. გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. დიდი მარხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ყოველი მორწმუნისათვის. იგი პირობითად სამ ქვეპერიოდად იყოფა. ეს არის დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან ყველიერის კვირამდე ეს 4 კვირადღე, შემდეგ თავად დიდი მარხვა, პირველი კვირიდან მე-6 კვირამდე და მე-6 კვირა არის ბზობა და ვნების შვიდეული. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა მორწმუნემ ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულება. თუ რატომ მოევლინა მაცხოვარი კაცობრიობას. ჰიმნოგრაფიას ებრძანებს, მან მოხდრიკნა ცანი გარდა მოხდა, შეიხსნა ხორცნი, რათა ჩვენ გვაცხონოს. და აი, ბზობის უდიდეს დღესასწაულს მე ვიახლებით. 10-12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაახლავთ ბზობის დღესასწაული და აქ მაცხოვარმა წარმოაჩინა თავისი სიდიადე, როგორც კაცობრივი ბუნებით, ასე ღვთაებრივი ბუნებით და მთელი ხალხი ხვდება დიდი სიხარულით იერუსალიმში. ხვდება მას როგორც მესიას და მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები მათგან გაუცნობიერებელი სული წმინდის მადლით არის განპირობებული. დიდები და პატარები, განსაკუთრებით ბავშვები, სიხარულით გაზახიან ოსანა მაღალთა შინა კურთხეულარს მომავალი სახელით აუბლისათა. და სწორედ უფალმა ისურვა ჯვარცმამდე რამდენიმე დღით ადრე იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასწრება და იგი შემოვიდა არა როგორც ამქვეყნიური მეფე, როგორც აღუშვათ ქალაქები ხვდებოდნენ გამარჯვებულ მეფეებს, არამედ შემოვიდა იმგვარად და წარმოაჩინა თავის თავი როგორც მეფე მარადიული ცხოვრების, რომ არა ამქვეყნიური დიდებით შემოსილი, არამედ მარადიული ცხოვრებით შემოსილი. და მას ყველა ესე იგი პალმის რტოებს უგებს, ბზის ტოტებს უგებენ მას და დიდი სიხარულით ხვდებიან. გაივლის ცოტა ხანი და გავიგონებ ჩვენ სიტყვებს ჯვარსაცუ იგი. ეს არის საოცარი რამ. ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიხარულით ხვდებიან უფალს, ვერ აცნობიერებენ იმ მომენტში უფლის მოსვლის მისიას. დიახ, სულიწმინდა ლაპარაკოს მათ მიერ ეს არის ერთ-ერთი სასწაული, რომელიც აღსრულდა სულიწმინდის მიერ. ისინი ღვთაებრივ სიტყვებს ამბობენ ოსანა მაღალთა შინა კურთხეულარს მომავალი სახელით აუბლისათა, მაგრამ ისინი ღმათ ვერ წვდებიან ამ დღეს. და უფალი შემოვიდა ვირძე ამხედრებული, ანუ მას შეეძლო ჯორაკლემებით უდიდესი ქარონი შემოსულიყო, ამითი აღნიშნა, თუ როგორ უნდა მიაახლოს თითოეული ადამიანი გოლგოთას თამდაბლობით, სიყვარულით, თავგანწირვით. უფალმა დადო თავი ჩვენთვის, ჯვარს ეცვა ჩვენთვის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ჯვარს ეცვა უფლისათვის. მე მინდა ყველას მეულოცოს უდიდესი დღე, დიდებით შესვლა იერუსალიმში, ბზობის უდიდესი დღესასწაული, მიულოცო საქართველოს ყველა კუთხის, განსაკუთრებით აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, ყველა ქართველს, ყველა აფხაზს, ყველა ოსს, ყველა პიროვნებას, ვინც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და ვისაც უხარია, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი დღესასწაული და ვისურვებდი უფლის წინაშე, რომ სულ მალე ქართველებმა, რუსებმა, ოსებმა, აფხაზებმა და ყველა ხალხებმა ჩვენ საქართველოს ერთიან ტერიტორიაში ერთობლივად გვეზეიმოს, როგორც ბზობის, ისე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ღმერთმა დაგლოცოთ. მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. ამერიკელმა სენატორებმა როჯერ უიკერმა და ბენ კარდინმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს. რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო შეჭრას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ქმედებებს გმობს. რუსეთის ფედერაცია უკვე დიდი ხანია ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. დრო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ
ერთხელ მკაფიოდ აჩვენოს, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების მიტაცებას. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმება. საქართველოდან გაიყვანოს მისი ჯარები და საერთაშორისო მონიტორებსა და ჰუმანიტარული დახმარების პერსონალს მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის სენატორ კარდინის განცხადებით, რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უნდა დარჩეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების მხრიდან რეაგირების გარეშე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების უხეში დარღვევაა და პუტინის რეჟიმის მიერ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ნორმებისა და დემოკრატიული ფასეულობების ხელყოფაა. ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ამ ქმედებებს მტკიცედ უნდა აღუდგნენ წინ. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორია და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში უფრო ღრმა ინტეგრაციის მიმართულებით განაგრძობს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მაგალითად, ახლახან საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირებას ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მნიშვნელოვანს უწოდებს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური მუშაობის შედეგი. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს ორპარტიული რეზოლუცია მოიპოვებს მხარდაჭერას სენატის მხრიდან. მისი შეფასებით, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული საზღვარის 3 დღით ჩაკეტა. 2 დღით ადრე ეგრეთ წოდებულმა უსაფრთხოების კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება, 7 აპრილის 20 საათიდან 10 აპრილამდე დროებით შეწყდება მოქალაქეთა გატარება საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე. მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში 10 აპრილის 20 საათიდან აღდგება. დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმი ტარდება. არჩევნებსა და რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევენ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეგრეთ წოდებული პლებისციტის ჩატარება, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, კერძოდ ძირითად პრინციპს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, ძირითად პრინციპს ქვეყნის საზღვრების ურღვევების შესახებ. გამომდინარე აქედან, ეგრეთ წოდებული პლებისციტის ჩატარება არ შეცვლის არც დე იურე და არც დე-ფაქტო ვითარებას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. კერძოდ იურიდიულად დე იურე აღნიშნული ტერიტორია ბუნებრივად კვლავ დარჩება საქართველოს შემადგენლობაში. რუსეთს სჭირდება ეგრეთ წოდებული პლებისციტის ჩატარება, ასე ვთქვათ, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების დაშანტაჟებლად და ასევე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ვაჭრების საწარმოებლად, რომ ესე იგი, თუ ვთქვათ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეიცვლება დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ რუსეთმა აღარ განიხილოს საკითხი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ან ალანის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხი. თუმცა ისევ და ისევ დე-ფაქტო ვითარება არ შეიცვლება და ამიტომაც როგორც რუსეთს ასევე ესე იგი ცხინვალის რეგიონში მოკალათებულ მარიონეტულ რეჟიმს არავითარი ილუზია არ უნდა ჰქონდეთ იმისა, რომ თქვათ ისინი როგორმე მიაღწევენ ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონის ან დამოუკიდებლობას, ან მის შესვლას, მით უმეტეს მის შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. 154-მა დევნილმა ოჯახმა ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინები მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით ყოდვამ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღები გადასცეს და ახალ მოსახლეობა მიულოცეს.
ჩვენ დღეს გადავეცით 154 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები. შერჩევის პროცესი ოჯახების იყო გამჭვირვალე. ჩვენ ყველა ოჯახს ინდივიდუალურად გავდივართ. ოჯახების რიგითობა განისაზღვრება კრიტერიუმებით და ქულებით, მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არაერთი გრევადი ობიექტი დავხურეთ ასეთი პრინციპით და მომავალშიც, რა თქმა უნდა, ის ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ ახალაშენებულ კორპუსებში, ჩვენ დამატებით ხედავთ, რომ 4 კორპუსს 12 სართულიან კორპუსს ვაშენებთ, რომელსაც ველოდებით ჩაგვაბარებს კომპანია ოქტომბრის თვეში. ბედნიერი ვართ, რომ მოხდით. ჩვენი აზრი მუდმივია და მადლობა ყველას. აქამდე განმუხურში ცხოვრობდით. სამსულიანი ოჯახი ვართ. და დიდი მადლობელი ვართ თავრობის ცუდ პირობებში ნანგრევის შენობაში ვიყავით. და ახშირ ცხოვრობდით აქამდე. ძალიან სამი წელი წამებაში ვიყავით საყვარელზე. ჩვენთვის ნიშნავს ამ სიბერის დროს ახალი ცხოვრების დაწყებას. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გორშინ გრევად შენობებში მცხოვრებ 29 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცეს. მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორპუსის ეზოში ხეები დარგეს და დევნილ ოჯახებს ბზის ნერგები დაურიგეს. ამ ეტაპზე გორში 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს დასრულდება და ახალ ბინას კიდევ 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. დამთავრდა 29 ბინიანი კორპუსი, 21 ოჯახს უკვე გადავეცით გასაღებები, 8 ბინა ჯერჯერობით დაგვრჩა ცარიელი, იმიტომ რომ რაღაცნაირად დამატებითი მოკვლევა საჭიროებს ოჯახების გარკვეული რაოდენობა, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში სავარაუდოდ მთლიანად შეივსება ეს კორპუსი. 27 წელიწადი არის, რაც ხიმალიდან წამოვედით და ვართ ხის ბინებში ტურბაზაში ვიყავით რა. არ ვიყავით, ვარცხებობდით როგორღაც და მადლობა ღმერთს რომ გამოჩნდა ხალხი რომ ჩვენი ერკაი ბინა გაგვიკეთეს და გადმოგცეს გასაღები დღეს ძალიან ბედნიერები ვართ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია და განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგ ვიოლეტა ბოკერიას ესტუმრნენ. ჯემალ გამახარიამ ღვაწლმოსილ პედაგოგს ხანგრძლივი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა. ეს არის ძალიან ცნობილი ქალბატონი ვიოლეტა ბოკერია. მისი ბაბუა გახლდათ გიორგი ბოკერია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, პოეტი. ის გახლდათ ამავე დროს გიორგი წერეთლის დიშვილი. საიდან მოდის ეს გენები და ვიოლეტა აგრძელებს ბაბუის, ასე ვთქვათ, ნაკვალევს. ისიც პედაგოგი იყო, ქალბატონი ვიოლეტა, როგორც მოგახსენეთ, გამორჩეული და განსაკუთრებული დამსახურების მქონე პედაგოგი გახლავთ. ქართული ენის პოპულარიზაციაში და მის დამკვიდრებაში სოხუმში და სოხუმის რაიონში ამ ქალბატონს მიუძღვის მართლა განსაკუთრებული წვლილი და განსაკუთრებული დამსახურება. მან მრავალი თაობა აღზარდა და ის ქალბატონია, რომელმაც ღირსეულად გაიარა თავისი გზა და ნამდვილად ვალმოხდილი არის სამშობლოს და საზოგადოების წინაშე. ჩვენ დღეს ვხედავთ მის გარშემო მის მოსწავლეებს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მე ვფიქრობ, ქვეყანამ და საზოგადოებამ ყოველთვის უნდა შეძლოს ღირსეულად დააფასოს სწორედ მასწავლებელი, პედაგოგი. ვიოლეტა ბოკერია 50 წლის განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სოხუმის რაიონ სოფელ ბესლეთის სკოლაში დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა და ნიჭიერი პედაგოგი მალევე ლინდავის საშუალო სკოლის დირექტორად დაწინაურდა. წლების განმავლობაში იყო სასწავლო ნაწილის გამგე. 1979 წლიდან აფხაზეთის ომამდე კი ბესლეთის საშუალო სკოლის უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი. დღეს ქალბატონი ვიოლეტა თავის დიდ ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ამბობს, რომ ყველაზე ძვირფასი და ხირებული მისთვის ის პერიოდია, როცა აფხაზეთში პედაგოგად მუშაობდა. 93 წლის ქალბატონის შვილები, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების გარემოცვაში თავს ბედნიერად თვლის, თუმცა ყველაზე მეტად რაც აწუხებს აფხაზეთის მონატრებაა. ვიმუშავე 9 საუკუნე. კარგი მოსწავლეები მყავდა, ძალიან მიხაროდა მათთან ურთიერთობა. საზოგადო საქმეებსაც ვაკეთებდით.
კარგად გამახსენდება ყველაფერი ის, მაგრამ რა თქინდა, დაგვადოვებინეს სოხუმი და რამდენი ჩემი მოსწავლე დაეცა იქ. ეხლა ოცნებობ მე მაინც რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი. ესე იგი ბუნება მბრძანებელია, იგი მონა თავისა, ერთგულად მტვირთველი არის საქმის თეთრის და შავისა. საცაპირიმზე სახარებს იქ მთხრელია ზვავისა. მაინც კილამაძე არის, მაინც სიტურფის ყვავისაო. ვაჟამ თქვა და მართლაც ასეა, ბუნება ლამაზია, ამდენი გაჭირება გადავიტანე, მაგრამ მაინც მიხარია რომ ვარ ამ ჩემს შვილებსა და მოსწავლეებსა და რომ გიყურებ თქვენს ბედნიერი დღეა დღეს ჩემთვის. გვასწავლიდა 8 წელი ვიოლეტა მასწავლებელი, გვამზადებდა. მისი აღზრდილები ვართ ყველანი, არა მარტო ჩვენი შვილები, ჩემი შვილიშვილებიც კი. თუ რამე კარგია ჩვენში ყველაფერი ვიოლეტა მასწავლებლის დამსახურებაა. დღესაც ერთად მოვდივართ, ხშირად ვსტუმრობთ ვიოლეტა მასწავლებელს. ერთი რამ მინდა გავიხსენო, ამას წინათ მოვედით და რაღაცა ესეთი ვზივართ მე და ვიოლეტა მასწავლებელი. ხო ისე სწრაფად გავიდაო ეს ცხოვრება, ნამდვილად წუთისოფელია ცხოვრებაო და გონი მართლა დაუბერდით მეთქი მეუთხარი და შემომხედა და შენი არ ვიციო და მე ჯერ არა ვარ დაფერებულია და მართლაც ესეთი შემართებული ქალბატონია ვიოლეტა მასწავლებელი და დღემდე გვასწავლის ცხოვრებას. დიდ მადლობას მოგახსენებთ დედაჩემის ასეთი დაფასებისთვის. ყველას გისურვებთ რომ მიაღწიოთ ამასაკამდე ასეთი შემართებით და ასე მხნედ. დღემდე არის ესეთი სულით პედაგოგი. რამდენიმე წლის წინ ქალბატონმა ვიოლეტამ სახელოვანი წინაპრი, ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის ბაბუის გიორგი ბოკერიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნი გამოსცა, სადაც მისი ლექსებიცაა შესული. ვიოლეტა ბოკერიას სურვილია, რომ მისი მამაპაპისეულის სახლი აბაშის რაიონში საპატრიარქოს გადასცეს. კარგი სოფელია გეზათი და კარგი ოჯახიც გვაქვს ეხლაც. ჩემი სურვილია, რომ ის საპატრიარქოს გადავცეთ. იმიტომ რომ გეზათში ეკლესია არ არის. გლუხეთში არის, სამიკაოში არის და აშენონ ეკლესია იქ. საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები. ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით ცნობილი მეცნიერის პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლის თავს მიეძღვნა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დღეს მოგეხსენებათ ტარდება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ეკონომისტის, აგრარიკოსის პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლის იუბილე. მოღვაწეობდა აგრარულ უნივერსიტეტში, მიაღწია როგორც იტყვიან პროფესორობას, გახდა ამ უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორობის და ლექციების კითხვის გარდა შალერი დიდი საზოგადო მოღვაწეც იყო. მე შემიძლია ხაზგასმით თქვა, რომ მიყოლებით 12 წლის განმავლობაში შალერ ბენია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის გამოსაშვებ გამოცდებზე მიწვეული თავმჯდომარე გახდათ. ეს რა თქმა უნდა დიდი აღიარება გახლა. შალერ ბენია იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე აგრარული განათლების და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიების წევრი, 202 სამეცნიერო ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. მეცნიერს საქართველოში აგრარულ-სტატისტიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების медаლი გადასცეს. ის იყო საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომისტი და გამორჩეული პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, მაგრამ განსაკუთრებული სიამაყით მე ვამბობ შალერი სახელი გაუთქვა საქართველოს როგორც ძველი კულტურის ქვეყანას საზოგადოების ცნობილ უნივერსიტეტებში თავისი გამოსვლებით და თავისი აქტიურობით. კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბახტან ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პროფესორები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ბატონი შალერ ბენია თავისი ცხოვრების წესით, თავისი განსწავლულობით, თავისი თავაზიანობით, შინაგანი კულტურითა და ბუნებით, თავისი ზნეობით იმსახურებს იმას, რომ პატივი ვაგოთ. მარტო იმიტომაც არა, რომ ის აფხაზეთიდან არის, გალის რაიონის მკვიდრია. ის არის ჩვენი ისტორიის
უთვლილება. სამწუხაროდ მისი ცხოვრება იყო ტრაგიზმით სავსე, მაგრამ ეს არ იყო ის პიროვნება, რომელიც დაემორჩილებოდა მიყენებულ ტკივილს. მან შეძლო გადალახვა ამის და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში გააგრძელა. მას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია სამეცნიერო საქმიანობა, საზოგადო მოღვაწეობა და ამით მივიდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე. როგორც შალერ ბენიას შვილი, პროფესორი მაია ბენია აღნიშნავს, იგეგმება წიგნის გამოცემა შალერ ბენიას მოღვაწეობის შესახებ. წიგნი მოიცავს მოგონებებს, ეს იქნება ფოტოები სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის განვლილი ქრონიკებიდან, მათი მოღვაწეობა, როგორც ჩამოყალიბდა სტატისტიკის ეკონომიკური ანალიზის კათედრა, რომელსაც თავიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი ნიკოლოზ ლაჭყეპიანი, რომლის აღზრდილიც იყო მამა შალერი ბენია და მას ძალიან დიდი ამაგი მიუძღვის მამას იმ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ვინც ის გახდა შემდგომ. ამ წიგნს გარკვეული მნიშვნელობა მიენიჭება ამ თვალსაზრისით, რომ ეს დარგი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ამ დარგის მოღვაწეებიც არ მიეცდნენ დავიწყებას. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე დოქტორანტმა გიორგი დგებუაძემ წარმატებით დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო სისხლის სამართალში თემაზე ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხები საერთაშორისო სისხლის სამართალში. დისერტაცია ეხება საერთაშორისო დამნაშავეების დაკავების პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა დანაშაულის ინდივიდუალური შერაცხვის პრობლემას საერთაშორისო სისხლის სამართალში, იმ პრობლემას, რომელზეც არის აგებული საერთოდ საერთაშორისო სისხლის სამართლის დოგმატიკა და სასამართლო პრაქტიკა. ეს ეხება პასუხისმგებლობის უახალეს სახეებს, მაღალი თანამდებობის პირების გასასამართლებლად და ასევე საშუალო და დაბალი დონის პირების გასასამართლებლად. ეს არის სისხლის სამართლებრივი ახალი კონტექსტი, კონცეფცია, რომელზეც შემდეგში უნდა აიგოს სისხლის სამართლის ნაციონალური ეროვნული სამართლის ინფრასტრუქტურა. ჩემს სადისერტაციო ნაშრომში თვითონ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ რა ერთი მხრივ ამ ასეთი დოქტრინების ტრანსპლანტაციაზე ნაციონალურ სისხლის სამართალში, მეორე მხრივ ასე ვთქვათ ჩვენს კანონმდებელს თავაზობ სპეციალურ მუხლს, სადაც შეიძლება ყველაფრის ამის თავმოყრა. როგორც დისერტაციის ხელმძღვანელმა მერაბ ტურავამ აღნიშნა, ეს თემა განსაკუთრებულად აქტუალურია საქართველოში, როგორც ისტორიულად, ასევე დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ეძღვნება ისეთ თემას, რომელიც არის დაკავშირებული საერთაშორისო დამნაშავეების დასჯაზე და საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენი პირები ისჯებიან ეროვნულ დონეზე, ეროვნული სასამართლოების მიერ, მაგრამ მაშინ, როდესაც ეროვნული მექანიზმები არის უძლური და უმოქმედო საერთაშორისო დამნაშავეების მიმართ, ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია. გიორგი აფხაზეთიდან დევნილია, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2011-2015 წლებში იგი გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე სწავლობდა. მომეწონა ეს ნაშრომი და ნაგითხრა ძალიან დიდი სიამოვნება განვიცადე ამ ნაშრომის საკითხით და უნდა აღვნიშნო ისიც რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მე თვითონაც ამ ნაშრომის საკითხის შედეგად და რომელსაც მე წარმატებით გამოვიყენებ ჩემს სტუდენტებთან მუშაობის დროს. Es handelt sich eine ganz spannende ამ ნაშრომში საუბარია ძალიან საინტერესო თემაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა სამართლებრივი დისციპლინა და ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და დისერტაცია იმით გამოირჩევა, რომ სწორედ ასეთი საკითხების ფუნდამენტური ანალიზი ხდება და მიღებული პასუხები ქართული სამართლისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველი მეცნიერი ამ პროცესების განხილვაში ჩართული და საერთო გლობალურ პროცესებში საქართველოდანაც ისმის მეცნიერული ხმა. ამიტომაც ძალიან მიხარია, რომ თბილისში ასეთ შესანიშნავ დისერტაციის დაცვაში მივიღე მონაწილეობა. აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საქართველოს სახალხო არტისტ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორ ელდარ გეწაძის შემოქმედებით საღამო გაიმართა. პირველი საღამო არის ეს, რომელსაც ქვია ჩემი საღამო. მე ყოველთვის ამ ცენტრის მიმართ ვიქნები დავალებული, როგორც დღემდე. დიდი მადლობა ყველას. მე წამიყვანია საღამოები,
მომიწყვია საღამოები სხვისთვის და ვიცი რა სიძნელის არის საღამოს მოწყობა. ასე რომ დავალებული ვარ დღევანდელი დღის და ძალიან მიყვარს ეს ხალხი ყველანი. ულოცავ ელდას დიდ წარმატებას, როგორც მომღერალმა მან ძალიან დიდი სიტყვა თქვა ქართულ საოპერო ხელოვნებაში, როგორც აღმოჩნდა არის თურმე ძალიან დიდი პედაგოგი, უკვე დამტკიცდა იმით, რომ ძალიან ბევრი მისი სტუდენტი მღერის ისეთ დიდ არენაზე გავიდნენ და უბრალოდ ადამიანს რა უნდა უსურვოთ მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობა. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ამიტომ მე ელდას უსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კიდევ მეტი გაეკეთებინოს ჩვენი ქართული საოპერო ხელოვნებისათვის. როგორც ცენტრის დირექტორმა სვეტლანა ქეცბამ აღნიშნა, ელდარ გეწაძეს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს აფხაზეთთან. ეს საღამო პროექტის ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ცნობილმა მომღერლებმა, კულტურის მოღვაწეებმა და სტუდენტებმა მიიღეს. დღეს არის ბატონი ელდარ გეწაძის საღამო. მონაწილეობას ვიღებთ მისი სტუდენტები. ეს არის ძალიან დიდი პიროვნება, ეს არის ძალიან დიდი ადამიანი. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამ ადამიანით. ყოველს ძალიან გვიყვარს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს ვიღებ მონაწილეობას ამ საღამოში. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. დღეს მართლა ძალიან ამაღელვებელი საღამოა. ჩვენი ბატონი ელდარის გამოჩენილი მომღერლის, პედაგოგის, მოღვაწის კლასის კონცერტია. ბატონმა ელდარმაც შესანიშნავად იმღერა თვითონ და გვაჩვენა როგორი მაღალი დონის პედაგოგია და როგორი შესანიშნავი შედეგები აქვს. აი პირველ კურსელები გამოიყვანა და გაოცებული ვიყავი, იმიტომ რომ პირველ კურსზე ასე ვერ მღერიან მომღერლები. უნიჭიერესი ახალგაზრდობაა და ბედნიერებაა, რომ ასეთი ადამიანის ხელში მოხვედრილი ეს შესანიშნავი ხმები. ნამდვილად ამაღელვებელია ამ თვალსაზრისით. ისე რომ მადლობა ორგანიზატორებს, რომ საშუალება მოგცეს, მოგვესმინათ, ჩვენი თვალით გვენახა და გამოგვეხატა ჩვენი მადლიერება და პატივისცემა ჩვენი საყვარელი ბატონი ელდარის მიმართ. საღამოზე მოულოდნელი სიურპრიზი მომღერალ საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელმა გაუკეთა. მან ზაქარია ფალიაშვილის პრემიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება დამსწრე საზოგადოებას აუწყა. მოთამაშე ანარეკლები ამ სახელწოდებით გალერეა ვაკემ დავით ბაძაღუას გამოფენას უმასპინძლა. გალერეაში სხვადასხვა პერიოდის 25 ნამუშევარია წარმოდგენილი. ანარეკლი, მუქი აბსტრაქცია, ჯიბით მოსაყოლი, მოცეკვავე აჩრდილი, აფხაზეთის ნაპირები, წითელი ლაქა. ეს დავით ბაძაღუას ნამუშევართა ის მცირე ჩამონათვალია, რომელშიც აშკარად ჩანს და იგრძნობა მხატვრის დამოკიდებულება არსებული რეალობისადმი და ავტორის გრძნობებსა და ემოციებს გამოსახავს. არტ გალერეა ვაკეში სტუმრად ყავს დავით ბაძაღუა თავისი ფერწერით. გვაქვს წარმოდგენილი მისი აბსტრაქტული ნამუშევრები, როგორც ძველი, ისევე ახალი პერიოდის, ასევე აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული. გარემოდან, სივრციდან, ადამიანებთან ურთიერთობიდან, ჩვენი ქვეყნის ბედ ეღვალიდან გამომდინარე, ჩემი აფხაზეთიდან მუდმივად ირეკლავს მოვლენები და ამიტომ ამ ცვალებად მოვლენებს დავარქვი მოთამაშე ანარეკლები. აი ამ პატარა სივრცეში ასეთი ლოგიკურობა იშვიათია. ჩარლისფერ ოქროსფერი კოლორიტი ისე ავსებს აქაურობას და უსაგნო ხელოვნების ზეიმია შეიძლება ითქვას. რამე თუ აბსტრაქცია მოისაზრება სწორედ უსაგნო ხელოვნებით. საოცარი მუსიკალური სამყაროა შექმნილი. მე ხელოვნებად მცოდნა არ გახლავა, მაგრამ მე ძალიან მომწონს ფერები და ეს აბსტრაქცია, რომელიც გამოიძახებენ აი ემოციებს და წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ემოციონალური სურათები არის
მაინც სათაური თუ აბსტრაქციებთან არის დაკავშირებული. ხო, ყველაზე კონკრეტული არის ეს სურათი სოხუმზე და ის რომ თავისი მეგობრების სახელები და ეს მეხსიერებაში რომ დარჩეს. 9 აპრილი საქართველოსათვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1999 წლის 9 აპრილს ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა, რომელიც ქართველი ხალხის გმირობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის გამოხატულება იყო. 9 აპრილის ტრაგედიას წინ უძღოდა 1999 წლის 18 მარტის ეგრეთ წოდებული ლიხნის ასამბლეის ჩატარება, რომლის შემდეგ რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვა. ეგრეთ წოდებული ლიხნის წერილი გახდა დიდი ეროვნული მოძრაობის დასაწყისი. ამის საპასუხოდ ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მთავრობის სახლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომელსაც მთელი საქართველოს შეუერთდა. აპრილს გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა და მოიწამლა. 9 აპრილის ტრაგედიას ქართველმა კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა ეპოქალური სიმღერა ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები მიუძღვნა, რომელიც ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს და თავისუფლების ჰიმნად იქცა. აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის თავზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის ტკივილისა და სიხარულის დღე. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ღმერთი! რუბრიკაში პორტრეტი გაგაცნობთ ახალგაზრდა მოდელს ანი კანკიას.
18 წლის ფოტომოდელი ანიკანკია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. როგორც თავად ამბობს, მოდელის პროფესია პატარაობიდანვე მოსწონდა და ოცნებაც აისრულა. ფოტოსესიები, ჩვენებები, გადაღებები ეს უკვე მისი ყოველდღიურობაა. დღეს ის ბრენდ ნიკოლასის სახეა. ანი კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს და ამბობს, რომ სწავლა და მოდელობა ერთმანეთს ხელს არ უშლის. მოდელობა ჩემთვის არის ყველაფერი, რადგან პატარაობიდან ოცნებობდი, რომ გამხდარი ყავი მოდელი, ჩავსავდი ხოლმე რაღაც შოუებს და ვუყურებდი. შემდეგ ჩავიცმევდი მაღალქუსლიანებს და პოზირებდი ჩემთვის. ყველა გულში მატკივრობდა დედა, მამა, ჩემი ძმაც, რადგან ანუ საქართველოში ეგ სტერეოტიპი ყოველთვის იყო, რომ რაღაც მოდელი გოგო მაინც ოჯახთან ისე იყო. მაგრამ დაიმსხვრა ეს სტერეოტიპი ჩემი აზრით. ვარ ბრენდ ნიკოლასის სახე, მაქვს უამრავი გადაღებები, სხვადასხვა კლიპები, ფოტოსესიები, როდესაც ახალი კოლექცია აქვს, ნიკოლასის სუმე მიღებს, რადგან ანუ განსხვავებული სახე ხარ, რომ მეუბნევად. მოდელის პროფესია არის ძალიან რთული, რადგან უნდა იყო ყოველთვის მომზადებული, ფორმაში უნდა იყო ყოველთვის და უნდა იყო პირველ რიგში მიზანდასახული. ანსამბლ გიორგობაში უკვე წლებია ცეკვავს და აქაც წარმატებულია. თავისუფალ დროს მეგობრებისთვის და კითხვისთვისაც იცლის. ცეკვავ ანსამბლ გიორგობაში უკვე 10 წელია. რავი, ძალიან მიყვარს ცეკვა, რადგან ცეკვა არის ჩემთვის აი ყველაფერი, ანუ როდესაც ცეკვავ, ვარ მარტო ცეკვისთვის. ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს, დავდივართ საზღვარგარეთ, თურქეთი, იტალია, ავსტრია. 28-30 აპრილს ფოტომოდელი ვენაში სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მის იუნიონი მონაწილეობს. 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შორის საქართველოს ანი კანკია წარმოადგენს. ანი საღამოს კაბით უცხოელი დიზაინერის სამოსით, რომელსაც იქვე შეურჩევენ და ქართული ეროვნული კაბით წარსდგება კონკურსზე. ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, სადაც 20 ქვეყნის წარმომადგენელი გოგონა მიიღებს მონაწილეობას ჩემთან ერთად და მე უნდა ვასახელო საქართველო. Facebook-ის მეშვეობით კასტინგი გავიარე, გადავაგზავნე ჩემი ფოტოები და ამირჩიეს. შემდგომ, როდესაც გავესაუბრე ორგანიზატორებს და უკვე პირადად ვნახე, ძალიან მოვეწონეს და მომსგავსებდნენ ცნობილ ორნელა მუტის. განსაკუთრებული სახე მინდოდა ყოფილიყო და არა მარტო პარამეტრები, მინდოდა ყოფილიყო ძალიან ლამაზი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ლამაზი პარამეტრებით კარგი გოგონა მოვიდა, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ შევაჩერე ანაზე. ანა კონკურსზე წარსდგება ეროვნული, ქართული ეროვნული სამოსით, ეს იქნება ერთი ჩოხა ქართული ცეკვებიდან შეასრულებს აფხაზურს. ჩვენ იცით რა რაღაცნაირად გვინდა და პოპური დაგვედგა, მაგრამ ვინაიდან დროში ვართ, რეგლამენტია ძალიან შეზღუდული. სულ 2 წუთიანი უნდა იყოს ვიდეო რგოლი, ამიტომ გადაწყვიტა აფხაზური ცეკვა. უნდა თქვა, რომ მასთან ახლოს და უფრო დიდი სულისკვეთებით ამ ცეკვის მიმართ არის განწყობილი. ყველა ქვეყანა წარადგენს ნაციონალურ ეროვნულ კაბას და ჩვენ შემთხვევაში იქნება ჩვენი ულამაზესი ქართული კაბა თავისი ჩიხტიკობით. და ამინდა გითხრათ, რომ ამ კაბაში ან არის ნამდვილი დედოფალი და აი ყველაზე დიდი ეფექტი ალბათ აი ამ კონკურსში მე რისი მოლოდინიც მაქვს, ეს იქნება ჩვენი ქართული ნომერი, ქართული ეროვნული სამოსი. აი ალბათ ძალიან დაგვეხმარება. ძალიან ეფექტურია საერთაშორისო კონკურსისთვის, იქ სადაც ძალიან ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ანი იყო საუკეთესო არჩევანი გოგონებს შორის, ვინც გაიარა კასტინგი ამ კონკურსისთვის. ცეკვა აფხაზური, იმიტომ შევარჩიე, რომ ვარ აფხაზეთიდან გემნილი და ეს ცეკვა რა სულში მიზის, ესე ვიტყვი. ძალიან მომწონს ეს ცეკვა, იმიტომ რომ ყველა ცეკვას მირჩევნია ეს აფხაზური, ჩემთვის ყველაფერია ალბათ. ძირითადად პორტფოლიოებით მოხდა ეს შერჩევა, Facebook-ით გავაკეთეთ რეკლამა, გამოგვეხმაურნენ გოგონები. გამოგვიგზავნეს თავისი სურათები, ეს რამოდენიმე დავიბარეთ, რომელიც ვთქვათ, უკვე თავისი პორტფოლიოთი მოვიდა და უკვე პირადადაც გავესაუბრეთ, მაგრამ შევარჩიეთ ანი და რატომ? რა თქმა უნდა, არსებობს პარამეტრები, მაგრამ ამ პარამეტრებს ხომ გჯერათ, რომ ყველა გოგონა აკმაყოფილებს, ვინც ჩვენთან მოვიდა. ერთმანეთზე უკეთესი, არაჩვეულებრივი, მაგრამ და კიდევ არსებობს ერთი რაღაცა, ქარიზმა, რომელიც ანისა აქვს. ნამდვილად კარგი მოლოდინი გვაქვს ამ კონკურსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როგორც ორგანიზატორი და საქართველოს მხრის წარმომადგენელი, მე საქმის კურსში ვარ იმ გოგონების შესახებ, ვინც ამ კონკურსში იღებს მონაწილეობას სხვა ქვეყნებიდან. ოდნავადაც არ მერიდება, რომ ვთქვა, არაჩვეულებრივი ლამაზი გოგონა გვყავს. და კიდე მინდა ვთქვა, რომ სხვათა შორის თვითონ ორგანიზატორი
ძალიან უნდოდა რომ საქართველოსთან ყოფილიყო და ზუსტად ესე მითხრა. საქართველოსთან გოგონები ამშვენებენ ჩემს კონკურსს. და ჩემთვის რაღაცა სიამოვნო იყო რომ აი ესეთი განწყობა აქვს თვითონ ორგანიზატორს. დღეს ფასობს ქალი, რომელიც თან ლამაზია და თან ჭკვიანია. ანისთან საუბარი სასიამოვნო არის. ძალიან თავშეკავებულია. ყველა სიტყვაში ეტყობა რომ პატარა არის, მაგრამ სწორედ ეს არის მისი ხიბლი. ეს არ არის ევროპული გარეგნობა, ეს არ არის აზიური გარეგნობა. ეს არ არის, თქვათ, არც სკანდინავიური, არც სამხრეთ ევროპული. არაფერი, ეს არის რაღაცა საოცარი მიქსი, კოლაჟი. ეს არის ალბათ მისი ზუსტად აი გენეტიკის დამსახურება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით კონკურსზე გასამგზავრებლად ბევრი საკითხი მოგვარდა. თუმცა კონკურსანტს სპონსორი ამ დრომდე არ ყავს. თუ დამატებითი თანხები არ გამოჩნდა, შესაძლოა ან იმ კონკურსზე გამგზავრება ვერ შეძლოს. ჯერჯერობით სპონსორი არ გამოჩენილა, არავინ არ არის ისეთი, რომ დაგვაფინანსოს. მაგრამ ველოდებით 25 აპრილამდე არის დრო, რომ ჩაირიცხოს ფული, ჩვენ გადაგზავნილი გაქვს ჩვენი მონაცემები ყველგანც, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არ გვაფინანსებს. ის იმსახურებს, ამას ბევრს აკეთებს, ბევრს შრომობს ამისთვის. მართალი თქვა მას, აფხაზეთში რომ ყოფილიყავი, ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდაო. ძალიან ბევრი აკლია, ბევრი ჭირდება. მთელი გული დასულით ვთხოვ საზოგადოებას, ვისაც აქვს საშუალება, ფინანსურად ჩვენ მეგობრულად მხარდაჭერით მივიღეთ ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ყველა ქართველს ჩვევია. თუ გაქვთ საშუალება ფინანსურად, არ არის დიდი თანხებზე აქ ლაპარაკი. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ეს გოგონა არის აფხაზეთიდან მტოლვილი. მინდა გითხრათ, რომ ორგანიზატორებმა ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, დეპოზიტის სახით უკვე გადავრიცხეთ სარეგისტრაციო თანხა. ეს არის მიზერი, რა თქმა უნდა. და იქ არის ვიზაჟისტების მომსახურება, იქ არის დიზაინერების მომსახურება. ვისაც ეს მხარდაჭერა აქვს, ამ გზას ადვილად გადის. ჩვენი ანი ვერ გადის ამ გზას ადვილად. მაინც მინდა კიდევ ერთხელ მივმართო, ვისაც შეუძლია, რომ რაღაცა სახით მიიღოს მონაწილეობა უკვე ფინანსურ დახმარებაში, ჩვენთვის ძალიან ღირებული იქნება. ანიკანკია მშობლებთან ერთად ბაგებში დევნილთა საცხოვრებელში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ამბობს, რომ რომარა დევნილობა მისი ცხოვრება ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა. დაბრუნების შესაძლებლობა რომ მქონდეს წუთითაც არ დაფიქრდებოდა სოხუმში ცხოვრებაზე. ჩემთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი, ჩემი მშობლების განმოცემიდან ვიცი, რომ აფხაზეთი არის ულამაზესი კუთხე, ალბათ აფხაზეთში რო ცხოვრობდე, ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ დავიბადე თბილისში და გავიზარდე აქ, მაინც აფხაზეთის მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი. ერთი წუთით არ დავფიქრდები. აი ახლავე რო იყოს დაბრუნება, ახლაც დაბრუნდებოდი. სურვილი მაქვს, რომ ჩავიდე აფხაზეთში და ვნახო ჩემი კუთხე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობას. შეგახსენებთ, რომ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე ნახავთ სამშაბათს დილის 10 საათზე. ნახვამდის.